ანაჩემია. ეს ქვეყანა ჩემია. ხელოვანების ულტიმატუმის 8-დღიანი ვადა ამოწურულია. მოთხოვნები მსახიობ ანდრო ჭიჭინაძისა და რეჟიმის ყველა პატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლება და ახალი არჩევნები შეუსრულებელი და უცვლელი. 23 იანვარი ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი. 2 დღეში ხელოვანების ტრადიციული საპროტესტო ადგილიდან ვასო აბაშიძის სახელობის თეატრის დასის მსახიობები და რეჟისორები დავით დოიაშვილის ხელმძღვანელობით მანიფესტის ტექსტს წაიკითხავენ. ამ აქციებზე არ დაწყებულა მხოლოდ დიდი ხანია თეატრი არის წინააღმდეგობაში და ჩემი აზრით იქ არის თეატრისაც უნდა იყოს და სადაც არის მისი ნამდვილი ადგილი. ეს არის ბრძოლა თავისი მაყურებლისთვის და საზოგადოებისთვის, სფეროსთვისაც რა თქმა უნდა და ქვეყნისთვის. ჩვენ ვართ სოლიდარულები პატიმრების მიმართ, მოვითხოვთ მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ჩვენი სფეროდანაც ბევრია, ვისაც შეეხო ეს რეჟიმი და ჩვენ არ ვაპირებთ რომ დავნებდეთ, სანამ არ მივიღებთ პატიმრების გათავისუფლებას, სანამ არ მივიღებთ ხელახალ სამართლიან არჩევნებს, რადგანაც ეს ჩვენ გვეკუთვნის. როგორია გაფიცული თეატრალების სამოქმედო გეგმა იმ ფონზე, როცა რეჟიმი უკან არიხევს. როცა ფაქტია, რომ ივანიშვილი ჯერჯერობით არც სინდისის პატიმრებს უპირებს გათავისუფლებას და მით უფრო არც არჩევნების თავიდან ჩატარებას გეგმავს. გადავდივართ აქტიურ ფორმაზე და რა შეუძლია თეატრს ამას დავანახებთ ამ მთავრობას, იმიტომ რომ ეს არის არ ვიცი ხალხი რომელმაც საერთოდ არ იცის რა არის თეატრი და ამით ამაყობს კიდეც და სწორედ ამიტოა რომ გაექცათ ახალგაზრდობა. იმიტომ რომ ახალგაზრდობა დღეს სწორედ თეატრისკენ არის მობრუნებული. 23-ში იქნება განაცხადი ჩვენი თეატრის, იმიტომ რომ ეს ნამდვილად ჩვენი ბრძოლაა ამ დროსთვის და ჩვენ ვაჩვენებთ რა შეუძლია თეატრს, როცა ის იცავს თავის ერთ რიგით ჯარისკაცს. რეჟიმის წინააღმდეგ უწყვეტი სამოქალაქო პროტესტის 55 დღეს ბრძოლის ერთ-ერთ მოწინავე ფლანგზე დგანან რეჟიმის პატიმრის, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძისა და უკანონოდ დატყვევებული სხვა მშვიდობიანი მანიფესტანტების მშობლები. ზეგ ახალ თეატრთან წინააღმდეგობის მანიფესტის გაცნობისას ხელოვანებს ზურგს სინდისის პატიმრების დედები გაუმაგრებენ. პროტესტი არის ძალიან ჯიუტი, შეუპოვარი. და დიახ, ეხლა გადავდივართ ახალ რაც ფორმებზე. აი 23-ში გაგიცხადებათ ეს მანიფესტის შესახებ, მეც იქ ვიქნები. მამუ, ძალიან საყვარელი ხარ, მაგრამ არ დაგავიწყდეს, რომ უდანაშაულო ადამიანზე ლაპარაკობ. ასე უპასუხა ციხიდან სინდისის პატიმარმა მამუკა მდინარაძეს, რომელმაც თქვა, რომ მზად არის ანდრო ჭიჭინაძეს თავდებში ჩაუდგეს. თუმცა ამ თავდებობას დაურთოთ დათქმაც. ანდრო უნდა გაითავისოს, რა ჩაიდინა და რაში იღებდა მონაწილეობას.